თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე მე ნელია გირბა ვარ. ბაგების დასახლებაში მერის წარმომადგენლები და გარემოს დაცვის მინისტრი მივიდნენ მეწყერი აქ დღეს დილით ჩამოწვა და დინარის კალაპოტი ჩაკეტა. ეკა გაგუა იმყოფება ადგილზე, ახლა ეს პირდაპირ ეთერში გვერდება. ეკა როგორია ვითარება ამ დროისთვის ბაგებში და ხომ არ არის სტიქიის განმეორების საფრთხე ისევ? მდგომარეობა ბაგების დასახლებაში უჩანეიშვილის ქუჩაზე შეიძლება ითქვას, რომ ამ დრომდე უცვლელი არის. აქ ისევ რჩება ჩამოშლილი კლდის მასები, რომელიც მთლიანად არა, თუმცა საკმაოდ კეტავს მდინარის კალაპოტს. აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ რჩება იმის საფრთხე, რომ თუ კლდის ჩამოშლა გაგრძელდება, შესაძლოა მდინარემ დაგუბება დაიწყოს. მას შემდეგ, რაც უკვე ინფორმაცია გავრცელდა აქ არსებული სიტუაციის შესახებ, აქ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, სულ ცოტა ხნის წინ აქ იყო მოსული გარემოს დაცვის მინისტრი, ასევე აქ უკვე მუშაობენ გეოლოგები, ისინი იკვლევენ შექმნილ მდგომარეობას და ეძებენ გამოსავალს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეიძლება გაიწმინდოს ეს ტერიტორია. ბაგების დასაწყისში ამ ადგილზე არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულება, რადგან როგორც ხედავთ, ჩამოიშალა კლდე, არის რისკი, რომ გადაიკეტოს ხევი და შესაბამისად დაგროვდეს წყალი, რაც შემდეგ შეიძლება მსგავს მოვლენებში გამვითარდეს, რაც უკვე გამვითარდა, ამიტომ ყველაზე დიდი ინტერესი და ყველაზე დიდი ძალისხმევა მიმართული ახლა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენ. ჩართულია ყველა, ვინ შეიძლება და ყოფილიყო ჩართული უახლოეს პერიოდში უკვე საპროექტო დონეზე გადაწყდება, ანუ მე ვგულისხმობ საათებს და არა დღეებს საპროექტო დონეზე გადაწყდება, რას ვაკეთებთ და დაიწყება სამუშაოები, რათა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ტექნიკის შემოყვანა არათუ პრობლემა ამ ეტაპზე საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოვიყვანოთ, თუმცა შესაძლებელია ქვევიდან გზის გაჭრა, რა თქმა უნდა ძალიან დიდ დროს დაიკავებს, მაგრამ თუ სხვა გადაწყვეტა არ მოიძებნა, მაშინ მოგვიწევს ქვევიდან შემოყვანა და ეს ალბათ ერთი დღის საქმე მაინც იქნება. ადგილზე ასევე მოსულები არიან თბილისის მერის მოადგილეები, ისინი ადასტურებენ, რომ მდგომარეობა მართლაც სახიფათოა და ზომები სასწრაფოდ არის მისაღები. აქ ადგილზევე ტარდება გარკვეული თათბირები იმისათვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება შემდგომი მოქმედებისათვის, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა, ეს არ არსებობს. ამ წუთის მდგომარეობით პრაქტიკულად ტექნიკური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს, თუ რა ტექნოლოგიით უნდა წავიდეთ, არსებობს სამი სხვადასხვა ტექნოლოგია, რომელსაც ყველას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. უარყოფით მხარეებში ძირითადად გულისხმობ დროს, ანუ იმპლემენტაციის ნაწილს, აქედან გამომდინარე სავარაუდოდ შემდეგ 20 წუთში, ნახევარ საათში საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ტექნოლოგიით წავალთ და ხვალდილიდან ყველა შემთხვევაში, ან დღეს ღამიდან ყველა შემთხვევაში აქ პირველი აუცილებლობის სამუშაოები დაიწყება. შესაძლებლობა არის გუშინ უჩანეიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე ქონდა ადგილი ქვათაცვენას და მთის ჩამოშლას. მდგომარეობა სავალალოა, წაღებულია სასაფლაოს მისასვლელი გზა და მოსახლეობის ბაღები. ამ ეტაპზე კაკტის ტერიტორიაზე მუშაობენ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები და კრიზისის მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ველოდებით გეოლოგიურ დასკვნებს, რის შემდგომაც მიიღება გადაწყვეტილება შემდგომი სამუშაოების ჩასასრულებლად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდგომარეობა ამ ეტაპზე უცვლელი არის, თუმცა აქ მაცხოვრებელი ადამიანები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი დღეს საღამოსაც იქნება ნალექი, ანუ იქნება წვიმა, შესაძლებელია, რომ ამ კლდის ჩამოშლა ისევ გაგრძელდეს და მაშინ ამ შემთხვევაში მდინარე დაგუბდება და საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის დასახლებას.